მოგესალმებით ძვირფასო ტელემეყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ რუბრიკას ქრისტიანული ოჯახი. კერძოდ, ექიმების, გოლოვაჩოვების ოჯახი გვინდა გაგაცნოთ. Papa ჩემი დიმიტრი პეტროვიჩი გაიქცა ბოლშევიკებს. რუსეთიდან ჩამოვიდა აქ მეგობრები ყავდათ. მე დასახლდა თელავში, კიდე სახლი მეუღლესთან ერთად. მე უკვე მამა და ჩემი უკვე გაჩნდნენ, გაიზარდნენ, დაამთავრეს სკოლა. მამა და ჩემი თელავში, მამა თბილისში მე გადმოვიდა, მასე გაგრძელდა. მე უკვე გავჩნდი მე და მე ჩემი ძმა მე და ასე მოვდივარ. უკვე მეოთხე, მეხუთე თაობა. შეულიშვილები თელავში, ნაწილი შეულიშვილები ცხოვრობს თელავში. რაღაცა შტო არის, რომელიც გორის რაიონში ცხოვრობს, მაგრამ თელავში ვიცხოვრობთ, ყველანი ვართ ერთმანეთის უახლოეს, ძალიან ახლო ნათესავები. მე პირადად გავიზარდე ნადიკვარზე. აი იმ სახლში, სადაც ეს იყო დიდი რჩეულიშვილების დიდი სახლი და დანაწილებული იყო ცხოვრობით ასე ოჯახებად. მე ახლა რა თქმა უნდა ყველა წავიდა აქეთ-იქით, უკვე დაიშალა, მაგრამ ის სახლი კვლავ არსებობს და გურამ რჩეულიშვილის ოჯახს და მის დის ოჯახს ეკუთვნის ახლა ის მთლიანად ის დიდი სახლი. ეს არის საუკეთესო წლები, რა თქმა უნდა, გატარებული. ჩემთვის ეზო იყო ნადიკვარი. ჩემი ბავშვები თამაშობდით ნადიკვარზე დილიდან და ეს იყო ჩვენი პირადი ეზო, ასე ვთქვათ. ის პარკი იყო ჩვენი ეზო. განსაკუთრებით სასიამოვნო გასახსენებელია ზაფხული. როცა ჩამოდიოდნენ თბილისიდან მიშა რჩეულიშვილი, გურამ რჩეულიშვილის მამა, ლეო რჩეულიშვილი, გურამის ძმა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იყო ისიც და მისი ოჯახი და კიდევ ლეო პაპას, ლეო რჩეულიშვილის სიმამრი იყო გიორგი ჩუბინაშვილი და ისიც თავის მეუღლესთან ერთად ზაფხულში იყო თელავში. ეს იყო ეხლა უფრო ვაცნობიერებ რა ბუმბერას ხალხთან ვიყავი. მე პატარა ვიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რომ ვიხსენებ, ის ხალხი ბუმბერაზე ხალხი იყოს, ძალიან საინტერესო. და ბედნიერი ვარ, რომ მომიხდა ასეთ ხალხთანმე ურთიერთობა. ფალავანდიშვილები თავისთავად. იგივე ბებია, მაგალითად, მახსოვს მხედველობა უკვე არ ქონდა. ასაკში რომ იყო და ლუპით კითხულობდა სახარებას. მაშინ არავინ მე ვერ ხვდებოდი, რას კითხულობდა ბებია ესეც. მაგრამ მე უკვე დედა ჩაერთო, დედამ დაიწყო ეკლესიაში სიარული, მორწმუნე იყო, მაგრამ მასაც არ ეცალა თუ რაღაცა და უფრო ცოტა მოგვიანებით დაიწყო დედამ. მახსოვს თელავის ეკლესიაში მეუფე დავითი აბა ალავერდელო ჩამოვიდა, 5 ადამიანი იდგა თავიდან წირვას და მათ შორის ერთ-ერთი დედა იყო. ყველა ის მახსოვს, ეს პირველი ნაბიჯები. და როგორ ჩაერთო მე დედა ამ ყველაფერში. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო უბანში დავიბადე, მე გავიზარდე, უფრო დავიბადე სამშობლო სახლში, მაგრამ იქ გავიზარდე, ეგ არის ბატონისწყლის უბანი, ეგრე მეფეს სასახლესთან იქვე ახლოა. იქ გავიზარდე, იქვე იყო ჩემი ბაღი, ქართულ ბაღში დავდიოდი, მთელი მეზობლები, ჭადარი, იქ თამაშობდით, მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტი იყო ციხე სიმაგრის შიგნით. და ჩვენი შევდიოდით, არ იყო ისე მოულელი, თავისუფლად იყო გადაადგილება. და ასე შემდეგ, ისტორიულ უბანში გავიზარდე. იქვე ნადიკვარი, იქვე ეს მოედანი თავის ბირჟით, კინოთეატრი იქვე იყო, ის კინოებს იღებდნენ რაღაცებს, მთელი ის იყო რა, მაშინ ის გადაიღეს სხვადასხვა ფილმებს იღებდა თელავში.
მაიაწლეთელს მაგალითად პატარა ვიყავე და ასეთი თვალებით უყურებდი მთელი გადაღების მომენტებს და ასე შემდეგ. ალავერდობა რო გადაიგეს ეგეს ნაწილი იქ. ნუ ესე იყო ისიც ფარაჯაუნმა გადაიგო მე თავის იმის პროცეულის წვენი თუ ფერი ჩვენთანაც ეს მთელი ტრუპა იყო ჩვენ სახლში, იმიტომ მეგობრობდა მაგის ახლო მეგობართან გოგონა ვახვახიშვილთან და ესე იყო მთელი ამ გარემოსვა იყო შესანიშნავი. დედაჩემი იყო პედაგოგი, მამაჩემი ექიმი, ეს მთელი საზოგადოება, მთელი ეს მესამე ქართული სკოლა, ნადიკვარი, მე დედაჩემს პატარა იყო დავყავდი ამ თავის მაშინ იყო ასე მიღებული ჩაიზე სიარული, ჩაი და ნამცხვარი და ან მურაბა. გულის მურაბა ევროპულად ხო. ძალიან იყო და ეს ძალიან ისეთი თბილი ურთიერთობა გქონდა. თავის თეატრში დავდიოდი. ძველი თეატრი იყო. და ესე დავყვადი ხოლმე სხვა პრემიერებზე, ოპერის თეატრში, ექიმი აიბოლიტი მაგალითად მახსოვს და სხვა ბალეტები და შემდეგ. საინტერესო იყო ეს დავდიოდი სკოლაში. ნუ ყველაფერი ერთად იყო, სპორტი, სკოლაც, წასვლა, მოსვლა, ცოტა წამოვიზარდეთ უკვე კეიფები, კახურად, ხანწევი და რამე მე-9 კლასში უკვე ყველაფერი მთელი ეგეც გავიარე მთელი საფეხურები ამ. ამან დატოვა ეს კვალი, იმიტომ მე სასწავლებლად წავედი, ჩამოვედი მე მთელი ეს პერიპეტიები და იმიტომ ალბათ ეს იყო ჩადებული თელავის სიყვარული, ისე დაბრუნდი თელავში. სახლი ავაშენე და სხვა კიდე ობიექტები ვენახებს ჩაუყარე აი 2005 წელს. მესამე კლასში ვიყავი, 3 საათზე ჩვენთან იყო ხოლმე სადილი ოჯახში. სულ ყველა ვიკრიფებოდით, ყველა მოდიოდა მაგდოს, მე სკოლიდან ამორბოდი, ვინ სადაც იყო და პირველი პაპაჩემი მოდიოდა ხოლმე, დიმიტრი პეტროვიჩი და თუ არავინ არის და სუფრაზე, შემო უკვე გაშლილი იყო, შემოდა იტყო და გაიშვე იანი აპაზდავ. და მაშინ აგე მესამე კლასში იყო, უკვე იმას ღვინოას სულად იყო და წყალღვინოს მასვე, მე გაზავებულ ღვინოს, როგორც სპარტანელს რა. ამ ეს კულტურა იქ უბრალოდ ხვალსვან ალბათ საერთოდ რაღაცა საუბარი იყო ჯაბასი რაღაცა მოყოლა იმის ამისა აი ესეა რა აი ეს არის ვინმეობ ეს რა თქმა უნდა იყო კიდე ისინი რაღაც უმფროსობას არ მოსწონდა სწავლა მაგაზე იყო ოჯახში რა პატარა პრობლემები მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადი მე ეს სიყვარული მე გადავეცი ჩემ შვილებს და შვილიშვილებს ამათაც უყვართ იქ სიარული როგორც წესი და ეს მინდოდა მე და ეს კერა არ ჩამქრალიყო სულ ყოფილიყო მთელავის სვანარი ქალაქია თავის მინიმუმ მოდგენით რაღაცეები უბანი და ასე შემდეგ მამიდა ჩემის ის იყო ქირურგი ორტოპედი მამიდა ჩემის გვარი ბიძა გრიშა ბარამი ეგიც იყო ქირურგი პაპა ჩემიც იყო ბებია ჩემიც იყო სტომატოლოგი იყო სხვა შორის დიპლომირებული ერთ-ერთი პირველი დიპლომირებული სტომატოლოგი იყო აღმოსავლეთ საქართველოში პეტერბურგის უნივერსიტეტი იყო და დამთავრებული თავის დროზე და ასე მოვდიოდი და უკვე მამა ჩემის სტომატოლოგი მე ბავშვობიდან ესე უყურებდი ოპერაციებს როგორ აკეთებდა იმაში კაბინეტში კერძო კაბინეტი იყო მაშინ სტომატოლოგებს ერთადერთი ის იყო სადაც ჰქონდათ ეს შესაძლებლობა როგორ ურთულესი ოპერაცია გააკეთა ქვედაყბის იმის ძვლის რეზექცია ნომა ქვია მაგას ესე იგი სიმსიმე და გადანერგა ესე იგი გვამის ფრაგმენტი ქვედაყბის აი უყურებდი და ასისტენციას აი აქედან წამოვიდა რატო ეს არჩევანის ციგარი უბრალოდ გავაგზავნე ის ჩემი ასეთი შტაბეჭლებები და მთელი ნუ ჩამოდი პროფესორი ჩამოდიოდა პაპა ჩემი ისეთი ყვარდა რა სტუმრები ის წერა ჰქონდა ჯერ პაპა ჩემი წავუსვეს მაგის მეგობრები თითქმის სულ ყველა იყვნენ ექიმები ჩვენ და ეს წამოვიდა სულ ყველა ჩამოდიოდნენ პროფესორი მაშინ ომის დროსაც ხო გაჭირება იყო და ამიტომ
თელავში მაინც იყო რაღაც პური მაინც იშოვდა და სიმინდი და ჩამოდიოდნენ ჩამოყავდათ მასპინძლობდნენ ვიშნევსკის დაწყებული და აკადემიკს ანთელავდა და ეს იყო წრე ესეთი ინტელიგენციის ექიმების ამიტომ რატომ შემეკიდეთ ამიტომ ეს იყო ბუნებრივი ჩემი მდგომარეობა გაგრძელება ეს შთაბეჭდილებების ბავშვობის ეს ალბათ ესია რა ესე მგონი სხვა არც ფიქრობდი სხვა არჩევანზე ბუნებრივად ესე გამოვიდა მე დავიდა რო აგძალეს ეს დღესასწაულები ეკლესიური ყველგან გაჩნდა სოფლის დღეობები ეს დღეობა იყო გიორგობა მაგალითად ანუ სხვა არ შემწყდა და ყველგან ეს ტარდებოდა და ამიტომ ეს ალავერდში მაგალითად დანგრეული კედელი იყო მე მახსოვს მე რო ვიყავი დედაჩემი ორსულად იყო ჩემზე ავარიაში მოხდა და თქვა რომ თუ გადარჩა ბალღიო ხო და უნდა იქ ვიყავი მაშინ შემოვატარეთ ალავერდს ჯერ არ იყო მაგრამ ყველა დადიოდა სანთლე თელავის ის ეკლესია ის მუშაობდა და აი ესე იყო რა დავდიოდ თუ ის შუამთის ძველი მონასტერი ახალ მონასტერში მართალის მონასტერი აღარ იყო ბავშვთა სახლი იყო მაგრამ მაინც ანუ ეს პატრიციამა და ეს რჩებოდა რა თქმა უნდა ეს არ იყო ღიად მაგრამ ამ იმებზე აღდგომაზე მაგალითად ეს გამორიცხული იყო ეს ტრადიცია რომ დარღვეული გამორიცხული იყო ამიტომ ისე არ გზნობოდა ეს ატეიზმის ესე იგი ასე ვთქვათ მრისხანეს ისინი არ იყო რა იყო მისი უფრო იყო ფორმალურად რა მე ყოველშემთხვევაში თელავში ესე მახსოვს ოჯახი ჯერ ჩემი მეუღლეც ექიმია ამიტომ არ იყო მაგის რაღაც უცხო მაშინ მე რო შევირთე ქალთუნ ირინა რჩეულიშვილი მაშინ იყო მეორე კურსის სტუდენტი მესამეზე გადავიდა და მთელი ეს ну მაშინ ეს გასაგებია მაგრამ მეც უკვე მე დავიწყე მუშაობა ეს მორგეობა ასე ბუნებრივად ეს პრობლემას არ აქვს არანაირ პრობლემას იმიტომ რომ მოდიოდი ეს უყველაფერი იყო ბუნებრივად მე მგონი მაგრამ მოგიყვები მაგრამ იყო როცა დისერტაციას ვწერდი მაშინ გავხიზნე ჩემების უყველა იყვნენ თეწლებში ეს თელავის გვერდზე არის პატარა კურორტი მაგრამ ახლა არ ვიცი არის კიდე კურორტი არ ვიცი აქ წარმოიდგინეთ ამ 3 ოთახში იყო სულ ჟურნალები, წიგნები, ხელნაწერი რაღაცები. არა მარტო გავიყავი. მე თვითონ მიმზადებდი მას. გაყინულ ხორცს ესე წავჭიდო ხოლმე, ჩავყრიდი ხოლმე ცხელ იმაში ადუღებულ ზეთში და ასე ვიკვებებოდი და ასე დაახლოებით 2 თვე სამ არ მორჩი, ბოლო წერტილი არ დავსვი და მე უკვე ჩამოიყვანე ეს კამა და ისე დავბრუნე სახე. ეს ზაფხულში იყო ივლისი-აგვისტო ეს 2 თვე სწორედ. აი ეს პრობლემა არ იყო, არა. პირიქით. რაღაც იმებს რომ წერდი დავუშვათ სტატიებს ან წიგნებს ინასთან ერთად რა თქმა უნდა. ტრადიციული ეს ყველა თელში ყველაფერს ვიცნობს. აი ეს გაიგო ეს აბა შეხედა გამოხედა რაღაცა შეხვდი გამო და ესე წავიდა და ესე ხო ეს. პატარა ქალაქში აქ არ არის ეს პრობლემა. ეს არ იყო ეს რომეო და ჯულიეტის ვარიანტი არ ქონა. შეგვქენით ოჯახი. გავიცანეთ ერთმანეთი, შეგვიყვარდა და ასე შეგვიდა ასე ერთმანეთის სიყვარული, სრული ნდობა და საერთო ინტერესები. აი ეს არის. ესე იგი თუ რაღაცა გვინდა გავაკეთო, მაგალითად, ზოგჯერ ფუძღუნებს ხოლმე, ან პირიქით მე ფუძღუნებ, ბოლო რაღაცა საერთო იმას ვიპოვით ხოლმე, ასე ვთქვათ, ნიადაგს რომ რაღაცა მაგალითად იგი რო იყო საკითხი ამ ვენახების გაშენებაზე. ჯერ რა გინდა როგორ გინდა და მე და უკვე ჩავერთეთ რომ გავანალიზეთ, გავაკეთეთ რაღაცა, მე რა თქმა უნდა პირიქით იქით რაღაცებს კიდე მითითებს. ასე დავამიდი და ასე შემდეგ. მოკლედ აი ეს იგივე სახლი რო ავაშენეთ თელავში. მე ეს სასტუმრო ამხელა ის რო ავიგე და ეს კრედიტები ეს თავისი თქვა კეთება, სულ ყველაფერს რაღაცა შრომა რაღაც უნდა იდეების განხორციელება, დიდი ამას დაძაბულობა მოყვება
რისკი და ასე შემდეგ და ამიტომ აი სულ ყველაფერში ჩემ გვერდზე და მე პირიქით თუ რაღაცა ჭირდა მე მაგის გვერდში ვიგებ. ორმაგი სტანდარტები ჩვენ არასოდეს არ გქონია. არც გაუგებრობა ერთმანეთში, არც არაფერი. აი ესე რა. თელავის ქალაქია, სადაც ყველას იცნობს. თუ პირადად არა იმ წუთში დაუსწრებლად აუცილებლად იცნობ. და აი ასე ჩვენ შორის ცოტა ასაკობრივი სხვაობა 7 წელი ხა. თლად სკოლის ასაკიდან არ ვიცნობთ. მე გავიცანით უკვე ერთმანეთ უკვე თბილისში გავიცანით. და მე მოხდა ჩვენი დაოჯახება. უპირველესად რა თქმა უნდა სიყვარულია. თავი და თავი. მაგრამ სიყვარული ვერ იქნება დათმობის, ურთიერთგაგების და კომპრომისის გარეშე. გამორიცხულია თუ არ მოხდა რაღაც კომპრომისზე წასვლა, რაღაცის დათმობა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ურთიერთგაგების საფუძველზე. თორემ მარტო ერთმხრივად ეს ვერ იქნება ვერასოდეს. ეს აუცილებლად ურთიერთგაგების საფუძველზე უნდა მოხდეს. და რა თქმა უნდა სიყვარული და პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ოჯახის და შვილების წინაშე. უპირველესი ოჯახია, მაგრამ პაციენტებმა რო იცოდნენ, ჩვენ რამდენს ვფიქრობთ მათზე ოჯახში და ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენი პაციენტების პრობლემებს. შეიძლება ვერ დაიჯერონ, იმიტომ რომ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. და ყოველთვის გეფიქრება სახში რომ მოდიხარ, ესე გაკეთდა, ესე ხომარჯობდა ის. ანუ ყოველთვის ვფიქრობ პაციენტზე, ყოველთვის ეძებ საუკეთესო გამოსავალს პაციენტისთვის. მაგრამ ოჯახი უპირველესია. ნუ ეს დიდი სიყვარული მოვიდა კიდე ერთი ჩვენ ოჯახში, ეს ფანტასტიკა იყო, ეს პატარები რო იყვნენ, ის მარი და ელენე. და ეს იყო განვითარება, ეს იყო კიდე უფრო გამტკიცება ოჯახის, კიდე ახალი გეგმები, კიდე ახალი სიხარულები დიდი და პატარა, ეს იყო უწყვეტი, აი ესეთი ნაკადი ჩვენ სიგრძით ტრიალებდა, ესე იგი ასლა მოსვლა ეს დაბადების დღეები, ეს ნათლობა, ის, მაშინ ნუ როცა რაც უფრო ახალგაზრდა, უფრო მეტი უნდა მეც ურთიერთობ შენ მეგობრებთან, ყოველთვის იყო ჩვენთან აი 20 კაცი, 30 კაციანი პურმარილები და იქით მისვლა, მოსვლა და ამ ბავშვები ყველაფერი ერთად, მე ამათ გაიზარდნენ ეს კლასელების, მაშინ უკვე ისეთი დრო იყო, რესტორნები ჯერ არ განვითარებული როგორც წესია და სახლში მიდიოდნენ და აქ იყო ხოლმე მე როგორც მონღოლების შემოსვა. პირადად მაგალითებით ვას ვაკეთებდი, ეს უნდა ჩვენი გოგოები იყვნენ, ორივე ერთის და მეორეს და თავარია ჩვენ დაუნერგეთ სწავლის ჩვევა. აი ეს ყველაზე მაგალითებთვის ესე რაც ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაზე დიდი მივცეთ ჩვენ შვილებს ეს არის ზნეობა აღზრდა ასე ვთქვათ იმაში წიგნში ამას ვერ წაიკითხავ და მეორეა მიდრეკილება ცოდნის შეძენისკენ. იმიტომ უამრავი წიგნები, აი წიგნების კითხვა, აი ამას მივაჩვიეთ. ამიტომ ეს რომ გაეზარდათ ეს თვითონ უკვე ინტერესი გაუჩნდათ და ნუ უკვე წავიდნენ ეს თავარია ერთი პატარა ის უნდა ბიძგი უნდა სწორე მიმართულებით. თუ რა თქმა უნდა აქ რაღაცა გარკვეული მონაცემები. ადვილია ესეთ მუშაობა. ანუ დაძალება არ ხდება პირადი მაგალითები, სიყვარულით, აი მოთხრობები, რაღაცეები, აი ეს წაიკითხე, ის წაიკითხე, მე უკვე თვითონ აქეთ მევდივარ, ეს წაიკითხე, ის წაიკითხე. დედა როცა ხდები, სამყაროს გადატრიალება ხდება. მოდი ასე ვთქვათ, ყველა აბსოლუტური გადაფასება ხდება და სამყაროს უყურებ უკვე სულ სხვა თვალებით. სულ სხვა გრძნობით უყურებ, სხვანაირად აღიქვავს, სხვანაირად ფიქრობ უკვე ბევრ რაღაცაზე, რაზეც სხვა დროს შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიგეღო, როცა დედა ხარ, უკვე უკანიხებ და უკვე სხვანაირად იქცევი. ჩემი ოჯახის ადგილი ალბათ ჩემ ოჯახთან ერთად რაღაც თანაბრად არის, ვერ გამოვყოფდი ნამდვილად, უპირველესია ორივე. და ზოგადად ჩემი ოჯახიდან მოდის ჩემი ოჯახის ტრადიციებიც, ეს თვითონ ოჯახური გარემოს, ასე ვთქვათ, პატივისცემა, ეს ოჯახური შეკრებების თუ სიყვარულის და ყველაფერი ერთად. ასე რომ ეს არ ვიცი, ვერ გამოვყოფდი ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ჩემი ოჯახიც ფაქტიურად განუყოფელი ნაწილია, ერთად ვატარებ ძალიან ხშირად დროს, ჩემი მეუღლეც, ჩემი შვილებიც, გვიყვარს ერთად ელოში ჩასვლა
და თან ისე მოხდა, რომ ჩემი მეუღლეც გადმოვიბირეთ კახეთში იმერეთიდან და ძალიან უყვარს იქ სტუმრობა ჩემ მშობლებთან და მგონი რაღაცა ძალიან ტკბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველას. მე არ მახსოვს სახლში ან რაღაც ესე კამათი ხმამაღალი ან ჩხუბი ან სკავსი რამ არ მახსენდება, ყოველთვის იყო ერთმანეთის მიმართ როგორც ეს დასრულებს ასე ვთქვათ პატივცემ ბავშვობიდან და პირველ რიგში ერთმანეთის გათვალისწინება ყველაფერში გვერდში დგომა და უპირობო სიყვარული ყველა მხრივ ასევე გვერდში დგომა როგორც პროფესიული მიმართულებით ყოველთვის რჩევა იქნება თუ დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში ასევე თქვათ პირად ცხოვრებაშიც არ ყოფილა რომ რაიმეზე კამათი ყოფილიყო და ჩემი აზრით სწორედ ამაზე დაფუძნებული ეს ოჯახის სიმტკიცე ერთმანეთის მიმართ ასეთი დიდი პირველ რიგში პატივისცემა, სიყვარული და ერთგულება. მართლა ძალიან სასიამოვნოა, არა მარტო თელავში, თბილისშიც, იმიტომ რომ როგორც მისი პაციენტები ხშირად ხვდებიან და ეს უდიდესი მადლიერების გრძნობა, რასაც ისინი გამოხატავენ სიხარული და მეორე მხრივ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი მხრივ, რომ შესაბამისად ყოველთვის გავამართლო აი ამ ოჯახის მიმართ ეს ნდობა ადამიანების სიყვარული და პატივისცემა, რასაც გამოხატავენ ეს ადამიანები და შესაბამისად ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, შესაბამისი და შესაფერისი, რომ გავამართლო აკას ოლეგის მამის ეს ღვაწლი და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, უდიდესი სიხარულია ეს ამდენი ადამიანის კეთილი განწყობა. რთულია, რა თქმა უნდა, მშობლობა ძალიან რთული ყოფილა. თან ბავშვები რო ჩდებიან ფაქტიურად შენ მარტო აღარ ხარ, აღარასოდეს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს კარგი შვილობაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და რთულია. თუმცა შვილია და ყველანაირი ეყვარები, რა თქმა უნდა, ყველას, მაგრამ მაინც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ორივე. თუმცა რთულია ჩემი აზრით, მე როგორც მშობელი ახლა ძალიან ბევრ სირთულეებს გავდივართ, მომავალშიც იქნება, მაგრამ ერთიანად, რა თქმა უნდა, ყველაფერი დაძლევადია. ნამდვილად უფრო რთულია ვიდრე მარტივი და თავიდან ცოტა სხვანაირად ვუყურებდი, რომ ავირჩიე იგივე პროფესია, რაღაცნაირად გონია რომ პირიქით მარტივად იქნება, მაგრამ რეალურად არის უდიდესი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმის, რომ ხარ კარგი ექიმის შვილი, გაქვს იგივე პროფესია და შენ არ გაქვს უფლება იყო საშუალო ან ცუდი. და ამიტომ მაქსიმალურად მე არ ვთვლი რომ მივაღწია იმას, რასაც ოლეგი, რასაც მიაღწია ბატონმა ოლეგმა, მაგრამ სულ მთელი ცხოვრება ვცდილობ განვითარდებ, ვცდილობ რომ გავაკეთო ისე რომ ვიყო მისთვის საამაყო თუ არა ყოველ შემთხვევაში აი რაღაცა ისე არ იგრძნოს თავი, იმიტომ რომ ძალიან რთულია გააკეთო ყველაფერი, მით უმეტეს როცა ყავს ესეთი მამა, ესეთი კოლეგა, თუმცა ამ ყველაფრის მიღმა არის კიდევ ის რომ ვართ ერთმანეთის იმედი. ანუ მე ყოველთვის მაქვს ოლეგის იმედი, შესაბამისად ოლეგსაც აქვს ჩემი იმედი და საკმაოდ გვაძლიერებს ეს ერთი პროფესიით მუშაობა თუნდაც ერთ სივრცეში და თანაცხოვრება ამ ოფთალმოლოგიურ სფეროში. ნამდვილად სასწაულის შეგრძნება, როდესაც უამრავი ადამიანი, ანუ არიან ჩვენი საერთო პაციენტებიც, ვინც ხვდებიან ჩემთან, ან მოდიან ჩემთან, იმიტომ რომ ოლეგს არცალიან არის სიტუაციები და გამოხატავენ, იწყებენ იმით, როგორ უყვართ ოლეგი. და ეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ადამიანების სიყვარული შენი საყვარელი ადამიანის მიმართ. ან ოლეგი არის ჩემთვის მაგალითი, როგორც პროფესიაში, ისე პროფესიის მიღმა. და რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ ნამდვილად ძალიან ამაყი ვარ, რომ ერთად წარვადგენთ საქართველოს, წარვადგენთ ქართულ ოფთალმოლოგიას და საკმაოდ მაღალ დონეზე ნამდვილად დიდ წარმატებებს ვაღწევთ პერიოდულად წარვადგენთ ჩვენს ნაშრომებს, წარვადგენთ ჩვენს კლინიკურ გამოცდილებას, ვცვლით ჩვენს
გამოცდილებას და ცოდნას უცხოელ კოლეგებთან და შესაბამისად მე რა თქმა უნდა არის უკავშირი ჩემი პროფესორები, რომლებთანაც გავიარე მე სხვადასხვა ეტაპზე ტრენინგები მაქვს გამოცდილება მათთან მუშაობის ისინი ჩვენ პატივსაცემენ პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ქართული ოფთალმოლოგიისთვის სწორედ ამ ცოდნის გაზიარებას. ბავშვობა ნამდვილად არის ყველაზე ტკბილი მოგონება ადამიანის ცხოვრებაში და ჩემი ბავშვობა, როგორც ჩემმა დამაღნიშნა, იყო ძალიან ტკბილი, ძალიან ლაღი, ძალიან ლამაზი და ამას ქმნიდნენ ჩვენი მშობლები. მათ ბავშვობას ქმნიდნენ მათი მშობლები, ანუ ტრადიციულად გვაქვს ძალიან მოსიყვარულე ერთგული მტკიცე ოჯახი, ეს იყო ბაბუა ჩემის მხრიდან, ორივე ბაბუის მხრიდან, თუნდაც შთამომავლობით, ანუ ჩვენ მე მყავს ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანები და ესენი არიან ჩემი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რომელთან ერთადაც გავიზარდე და ეს სიყვარული, ანუ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჩვენ 4 და შემდეგ ჩვენი შვილები, ხო? ანუ ეს არის ჩვენი დიდი ოჯახი, რომლებსაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის მათთან ურთიერთობა. და ვუსურვებ ყველას, რომ ყავდეს ასეთი ადამიანები გვერდით. ყველას უყვარს თავისი ოჯახი, მაგრამ არის ხოლმე რაღაცა განსხვავებული მიმართულებები. ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიმართლა, რომ მე ამ ოჯახის წევრი ვარ. შვილობაც არანაკლები. ანუ როცა ხარ კარგი მშობლების შვილი, ვალდებული ხარ რაღაცნაირად, არ გაუნტყუნო იმედები და გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი ამაყობდნენ შენით. როგორც შენ ამაყობ მათით. ხა შვილიშვილები ხო საერთოდ ეს არის ცხოვრების საჩუქარი, კიდევ უფრო დიდი. შვილებთან შეხარ პასუხისმგებელი. აი ეს არის, აი ეს დიდი სიტკბო, რომ შვილებთან შენიღებ ყველაფერზე გადაწყვეტილებას. შვილიშვილები უკვე გიყვარს უზომოდ, მაგრამ პასუხისმგებელი მათი მშობლები არიან. ეხლა ჩემი და უფროსი შვილიშვილის ინიკას ურთიერთობა იწყება დილით. დილა მშვიდობისა. 20 წამიანი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთი არ მოვაცდინოთ, მაგრამ ყოველი დილა იწყება ურთიერთობა. საღამოს მინეკოს დილით ვერ დაგელაპარაკე, არ მეცალა და მე საღამოს უკვე ვარჩევთ დღის ამბებს. ეს ერთი უფროსი შვილიშვილი ისიც გაყვა ჩვენ იმას ტრადიციას, სწავლობს გერმანიაში, ჰაიდელბერგში, მედიკოსია, მომავალი, მესამე კურსია და ახლა სემესტრებს ეძახიან, ჩვენებურად მესამე კურსია. ხო და ძალიან ისეთი ეხლა პრაქტიკას გადის ოჯახის ექიმის, ძალიან დაიწყო კლინიკა და აქამდე ჰქონდა ზოგადად პათანატომია, ბიოქიმია და ასე შემდეგ. სწავლა სულ სხვა დონეებით აბსოლუტურად შეგეცვლება შეხედულება. მაგრამ ბოზონებმა რაც ძნელი იყო, იმხელა მასალა. მე მაგ მასალას ვერავით ვისებდი ჩემ დროს რაც იყო. იმხელა მაგრამ მე გიждდება რამდენს ჩადგის მეთქი ამდენ რაც იმახსოვრე და აი ესია და ესენი ჯერ რა ვიცი აბა საყვარელესი ადამიანები არიან. ნუ კარგად სწავლობენ, ნახოთ ახლა დარჩენი ამაზეა დამოკიდებული. როგორ სწავლენ, რა საირჩევენ, არ ვიცი ახლა. სიყვარულის გარდა რა მეთქვის, ძალიან ისე გიჟებნა მიყვარს სამივე ჩემი შვილიშვილი. იმას უკვე კოლეგას ვეძახი, რა თქმა უნდა, სხვანაირი საგვაქვს ურთიერთობა, ესენი ჯერ პატერები, მაგრამ გაიზრდებიან და აქაც ალბათ გაგვიჩნდება რაღაც სხვა ფილოსოფიური თემები. მთავარი აქვს სიყვარული, სიმტკიცე, ხასიათის და რა თქმა უნდა სიკეთე უნდა სუპევდეს თქვენ ოჯახში. ეს მთავარი ეს არის ისინი. რაღაცა სხვაფერი, აი ეს არის ორი რამე, სიყვარული და სიკეთე. ეს არის მთავარი ატრიბუტი ოჯახის. აქედან დანარჩენი ეს რაღაცები გარჩევები, რაღაცა ეს იმდენად შორს არის მე. ჩვეულებრივად ცხოვრობ რაღაცას აკეთებ, რაღაც მიზნებს ისახავ შენ, უსახავ მიზნებს შენ ოჯახის წევრებს, შვილებს, მე შეიძლება შვილიშვილებშიაც რაღაცა მაგალითის მიზნა მეუღლესთან ერთად. მეუღლემ თავის დროზე ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტია და ნუ თან ავტორია ჩემ. თავის დროზე რომ უთხარი მაინც დისერტაცია არა თავი დამანებია. ბალღებს მიხედავ და მიხედა, ხო და
ოჯახში ყავს 3 დოქტორი. ეხლა მეოთხე იქნება ერთი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტს აქვს უფლება სტუდენტებს აქვს უფლება დამთავრებისას აიღოს დოქტორის ხარისხი. ამიტომ დაიწყო ჩემო შვილიშვილმა რაღაცები თემების იქ ცენ თუ ნაკეთებ ყველაფერს მიდიხარ მოდიხარ აწუხებენ 1000 პროფესორი იმას და ბოლო რაღაცას გაარტყო და იმუშაო ესე იგი ძალიან დიდი აქ თავისუფლება არჩევანში. ყველას უსვებ ესე დაიწყო ესე დაამთავრო ცხოვრება. ამაზე დიდი არაფერი ამაზე კარგს ვერ გაიგებ რა ხდება. დანარჩენი ყველაფერი არის ეფემერული. პასუხისგებლობა უპირველესი, სიყვარული, პასუხისგებლობა, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ხილვაში გიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსვლოვნების ეთერში.